გაზი არა, დენი არა, წყალი არა, იმიტომ რომ რეჟში არა ვართ გატარებული. 22 წელიწადია პრობლემა დგას, აღიარებული აქვს შიდა ვალში სახელმწიფოს, მაგრამ დღემდე ხედავთ, რომ არაფერს არ აკეთებს. ახლა 2005 წელში და 6 წლის წინ გათვალისწინებული იყო ბიუჯეტში 3 მილიონი, კონკრეტულად ჩვენ კორპუსზე იყო გამოყოფილი 2 მილიონი, მაგრამ როდესაც შეიცვალა, მერი შეიცვალა ამ დროს და მერმა სხვა მიმართულებით წაიღო ეს თანხები. გვაინტერესებს სად წავიდა ეს თანხები, რატო გვიმალავენ, რა მიმართულება მისცეს, რამდენი თანხები იხარჯება ყოველ წელს გართობაზე. ჩვენ შეგვეკითხონ, ეგება ჩვენ არ გვეხალისება და სახლები არ გვაქვს და კარი არ გვაქვს. მერიას უნდა საზოგადოდ რომ ადამიანებს მისცეს ბინები და მიცხოვს საცხოვრისი და ჩვენ 72 ოჯახი ველოდებით სახლს, რომელიც არა გვაქვს. არის გადახდილი თანხები მოსახლეობის მიერ სრულად დაფარული კოოპერატიული ბინათმშენებლობისთვის, ანუ 100%-იანად მოხდა თანხების დაფარვა და არ ხდება ჩვენი ვალის დაკმაყოფილება. უმეტესობა აქ მცხოვრები ოჯახები ვართ ქუჩაში, მე პირადად მეგობართან ცხოვრობ, ჩემი 2 მცირეწლოვანი ბავშვით. იმიტომ რომ საცხოვრებელი უბრალოდ არ მაქვს და საკუთარი სახსრები არ არის ჩვენს ქვეყანაში იმ ხელახელფასები, რომ საკუთარი სახსრებით შავი კარკასი დავამთავროთ. პირდებიან ყოველ წელს 22 წლის განმავლობაში დღეს იქნება, ხვალ იქნება, დღეს იქნება და არ იფარება და ელემენტარულად ის პირობები მაინც შეგვიქმნან, რომ გააკეთონ კომუნიკაციები. ფული, რომელზეც საუბარი იყო აქ, რომ ბიუჯეტიდან იყო გამოყოფილი, საუბარია 2005 წელს ზურაბ ჭიაბერაშვილის დროს გამოიყო ეს თანხა და შემდეგ უკვე, როდესაც ბატონი უგულავა გახდა ქალაქის მერი, გაურკვეველი მიმართულებით გაუჩინარდა ეს ფული. მე მომმართეს როგორც საკრებულოს წევრს დაზარალებულებმა და მთხოვეს, რომ მიშუამდგომლო საქართველოს კონტროლის პალატასთან, რომ გაირკვეს ამ ფულის მოძრაობა. გაარკვიეს კონტროლის პალატამ საბიუჯეტო რესურსები, როგორ რა მიმართულებით იხარჯება და რატომ ხდება, რომ ერთი კონკრეტული ღონისძიებისთვის გამოყოფილი ფული შემდეგ სადღაც სხვაგან სხვა საბიუჯეტო ფონდებში აღმოჩნდება ხოლმე. აქ რეალურად პრობლემა, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ასეთ ადამიანს აქვს, ძალიან ბევრი კორპუსს აქვს, კოოპერატიული ბინათმშენებლობა მოგეხსენებათ, რომ წლების განმავლობაში შიდა ვალში აქვს სახელმწიფოს აღიარებული და ჩვენ უკვე ძალიან დიდი ხანია, წელიწად ნახევარზე მეტია, რაც ვიბრძვით, რომ მოვიპოვოთ ის პროგრამა, სახელმწიფო პროგრამა, რომელშიც გაწერილი იქნება წლების მიხედვით და თანხების მიხედვით, ასევე ვალდებულებების მიხედვით, როდის რა ეტაპზე რამდენი ოჯახის გასტუმრებას აპირებს სახელმწიფო. სამწუხაროდ, მიუხედავად დაპირებისა 2012 წლის ბიუჯეტში არ მოხდა კოოპერატიული ბინათმშენებლობის პროგრამა, როგორც პროგრამა და ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ 53%-ში საბიუჯეტო რესურსის, რომელიც გაუწერელია და სხვა ხარჯები, რომელსაც ქვია, მივაღწევთ, რომ ამ ადამიანების პრობლემა 2012 წელს დაკმაყოფილდეს. ხო, რა თქმა უნდა, არადეკვატურია, როდესაც ბიუჯეტში 53% არ იცი რაში იხარჯება, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია დადებითი კუთხე მივცეთ ამას და ვთქვათ, რომ აი ეს პროგრამა, რომელიც პროგრამულად არ წერია, შესაძლებელია სწორედ და არსებობს მთავრობის დადგენილებები, რომლითაც ვალდებულება ამ კორპუსის დასრულებაზე აღებულია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ აბატონო ბიუჯეტში არ არის გაწერილი 53% თავისუფალი თანხა, ასე ვთქვათ, თავისუფალი და სრულიად მარტივად შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება. ოფიციალური პასუხი არაფერი არ არის. დღეს ხვალ ბიუჯეტში ჩავსო, დღეს არჩევნები რო იყო, გვითხრეს რომ კომუნიკაციებს გავაკეთებთ და კომუნიკაციების მაგრად აი ეს პანჭატური ააშენეს.